ხო იცი თვალი ჭამს და თვალი ისვამს და გაგათვალიერებინებ რაღაცეებს. კიდე ლედი გაგას ამბავს მოგიყვები. შეგიძლია? კაი, მაშინ ლედი გაგას ფილმის სახელწოდებითი ეშმაკი ატარებს პრადას მეორე ნაწილის გადაღებაზე შენიშნეს. ლედი გაგა გაიგე შენ რაღაცას შვება იგეს. ნიჭიერი მსახიობია ეს გოგო სხვათა შორის. გინახავს ფილმი? კი, ძალიან კარგია. ნამდვილად. გუჩიში კარგი იყო თუ პრადაში ვერ იქნება თუ რა? არა, თან რაღაცნაირად თამაშობს ამ ქალბატონს და კი, ძალიან ნიჭიერია. აქცენტით და ყველა. კი. მოკლედ, მომღერალი მუქი ფერის სამოში იყო გამოწყობილი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ვარსკვლავს საკულტო კინოსურათში ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ გადასაღებ მოედანზე შენიშნეს დონატელა ვერსაჩეც. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეშმაკი ატარებს პრადას მეორე ნაწილი ეკრანებზე 2026 წლის მაისში გამოვა. ფილმის პროდიუსერების თქმით, წინ საინტერესო სანახაობა გველოდება, სადაც მერილ სტრიპია, სადაც Anne Hathaway-ია, იქვე ლეიდი გაგაც აღმოჩნდება და მე დონატელა ვერსაჩეს რას იზავს, რა ვიცი. დიდი ამბებია, მოკლედ, რა დიდი ამბებია, დიდი ფუსფუსი არის. მე გულშემატკივრობ ამ ფილმს ძალიან მომწონს, აი ესეთი საღამოს რო შვიდად დაჯდები ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად რო უყურებთ, კარგ დროს გაატარებ, ასეთი ფილმი იყო, პირველი ვერსია და დარწმუნებული ვარ, გაგრძელებაც ასეთივე ექნება. შემდეგი თემა, ესე იგი, უნდა ინტერნეტში ახლა უნდა გაგაცნოთ კიტ ურბანთან დაშორების შემდეგ ნიკოლ კიდმანი ვოგის გარეკანზე გამოჩნდა. აბა? კი ბატონო, აი ესე გამოიყურება ნიკოლ კიდმანი, მან ივსენ ლორანის მარჯილას, დოლჩე გაბანას, ვალენტინოსა და სკიაპარელის სამოსი მოირგო, ფოტოები კი ბატონო, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა მეგობრებო და როგორც ყოველთვის 58 წლის მსახიობი ამჯერადაც შვენიერ ფორმაშია და გადასარევად გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ კიდმანმა კიტ ურბანთან განქორწინებაზე, ესე იგი, კომენტარი არც ამჯერად გააკეთა, მხოლოდ ფოტოებით უპასუხა. ისეთი ფოტო გადამიღე, რომ ნახოს რა დაკარგაო ალბათ. ეს ქვეტექსტი ქონდა ამ ულამაზეს სამოსში გამოწყობილ ძალიან ნიჭიერ ქალბატონის ფოტოსესიას. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს შეგრძნებები გამოიწვია. ისეთი ფოტო გადამიღე, ნახოს რა დაკარგა. აი, ასე. კარგით. წავედით ახლა წითელ ხალიჩაზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ არჩევანი ამჯერად შავი ფერის სამოსზე შეაჩერეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე მეგან მარკლი პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა. ის ბალენსიაგაში პიერ პაოლო პიჩოლის სადებიუტო კოლექციის ჩვენებას ესწრებოდა. მოკლედ, რაღაცნაირად თავისი ხაზი აქვს აი ამ წყვილს. ეს ყველაფერი არ ხდება დიდ ბრიტანეთში, სხვაგან ხდება, მაგრამ თავისებური ისა აქვს. ხელწერა აქვს. კი ბატონო.